ძვირფასო სოხუმელებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომელსაც გახსოვთ კარგად სოხუმი და ერთხელ მაინც ბრეხალოგაში ქვიშაზე მოდუღებული ყავა დაგილევიათ. დღეს ჩვენი სტუმარია, მინდა გითხრათ და გაგახსენოთ ვინც იცნობთ და ვინც არ იცნობთ გაგაცნოთ, ბატონი ნუგზარ დუდუჩავა. ჩვენ ერთი თაობის ხალხი ვართ, ერთად გავიარეთ ჩვენი წლები ბავშვობის, ყმაწვილკაცობის. ნუგზარ ეხლა მე მახსოვ ხარ შენ სულ კიდევ იქ ბრეხალოგაზე, თუ საშუალება იყო იმ მაგიდასთან ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდექით, მაგრამ თუ იმ საშუალება არ იყო აუცილებელი რომ ერთ მაგიდასთან როგორც იტყვნენ კუჩკავაცა ხო ვიდეო და გადაზახილები და იყო რაღაც ესეთი მაშინ არ იყო ეს მობილური ან იქ შევიკრიბოთ ან რაღაც ჩვენ ვიცოდით რომ იქ აუცილებლად რო წავიდოთ ერთმანეთს ნახავდით და ხოდა როგორ გახსენდება ახლა ამ გადასახედიდან ჩვენი ბრეხალოგა მაშინ იმდენად გაცვიცნობიერებული არ ქონდა ეს რა იყო ეს ბრეხალოგა და რა წარმოადგენდა და ეხლა რომ ჯელობთ და ვიხსენებთ ამას ზოგრამეს ძალიან სასიამოვნოდ ვიხსენებთ ზოგს ისე ზოგს ასე და მაგრამ ვიცით რომ ძალიან კოლორიტული რამე იყო ამ გადასახედიდან მაშინ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო რა ან სკოლიდან გავიპარებოდით ან სამსახურიდან გამოვიდოდი რომ მუშაობა რო დავიწყეთ ახლა ინსტიტუტის მერე დავბრუნეთ რაღაც თაობა და ესეთი ტრადიცია იყო მაშინ ჩვენ კარგად გახსოვს ალბათ რომ სამსახურებიდან მიგვიერეკებოდნენ დემონსტრაციებზე კი საფირო მაისო დემონსტრაცია იყო ან 7 ნოემბრის დემონსტრაცია იყო და ვალდებულები ვიყავით რომ დანიშნული ადგილი გქონდა იქ ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში ზემოთ იქ ვიკრიბებოდით ორგანიზაციები ასე ჩამწკრივებული ვიყავით და რომ მოგცემდნენ ნიშანს დროშები დაიმეთხარში წავიდეთ და ჩავიდეთ ტრიბუნებთან გავული ლენინის ძეგლთან მოედანს ძეგლთან იქ ორა დავიძახებდით იმას ლოზუნგზე და ჩავივლით ამაზე მე გამოვიდოდით სანაპიროზე ნუ ჩვეულებრივად ბრეხალოგასთან შევიკრიბებოდი და ახალგაზრდები ვიყავით და ახლა გამოწყებილები აუცილებლად კოსტუმში სოლიდურად გამოვიყურებოდით ეგ ტრიბუნასთან რომ ჩავიდით და ერთხელაც გამოვედით ასე გავართ 5-6 კაცი და ფიქრობთ საწავიდეთ როგორ გავაგრძელოთ ეს დღევანდელი დღე და აბა ვიღაც მათხოვარი მოგვიახლოვდა ხო და ახალგაზრდები ვართ და ჩვენც ახლა გაჭირებულები ვართ იმ გაგებით რომ ესე იგი ხო იცით რა ხელფასები როგორი იყო და რა ეს რა საშუალებები იყო და რა ეს დამხმარე სივრცეში ცხოვრობ საშუალო ხელფასი იყო 120 რუბლი ხო ნუ მანეთი მათხოვარი და ალი გაგვიდადიან ჩემი მეგობარი და შენი კოლეგა კიდევ კოლეგა და მეგობარი და მიუბრუნდა ამას ამ მათხოვარზე უნდა თუ ზმახარ დაგვანებეთ თავი რა ჩვენ შენ დღეში ვარ პროსტა გადაცმულები ბრეხალოგა ფაქტობრივად ორი იყო ერთი იყო რიცის წინ სასტუმრო ულამაზესი ეს ხო იტალიელებმა აშენეს თავის დროზე არა სანრემო ერქვა თავის დროზე რიცა რომელსაც რიცას ხო და იქ იყო ნავსადგური ესე იგი კატერებისთვის სადაც პრიჩალს რო ეძახოთ მეორე ბრეხალოგა იყო ეს ინდუსტრიის წინ სადაც ხშირად ხვდებოდით ერთმანეთს და იქ იყო ასეთი შემთხვევა ერთხელ რომ 1 საათიანი კრუიზი ქონდა აი სოხუმის ყურეში კატერს ხო და აცხადებდნენ ნუ რუსულად რა თქმა უნდა რომ აი 100 წუთში გადის თქვა და მომავალი გაგრა 1 საათიანი კრუიზიდან კი ახბა ან გალი ან ტყვარჩელი იყო ეს სახელები იყო ეპატიჟებიან სტუმრებს და აღთელი სოხუმელები და სტუმრები სოხუმის აი იმაზე არიან ჩამომსხდარი ამ სკამძელებზე და ეზარებათ ახლა იქ წასვლა კიდევ 1 საათიანი ის არ უნდათ და ცარიელია კატერი არავინ არ მოდის და მე კაპიტანი აცხადებს რომ ჩეხური ლუდი რო გახსნა ჩეხური ლუდი რო გახსნა დეფიციტი იყო აცხადებს ლუდი არისო და მაშინ მიაწყდებოდა შუა დღის საათებია, როდესაც ცნობილი პროფესორი კაც, რომელსაც ქალიშვილები ყავს. ბევრი დგას, საუბრობს, გვერდით ერთი მინისტრი უდგას, გაბოა, მან პორტის მუშა, იქ არის ჯუღუწულაია, ნომერ პირველი გულშემატკივარი თბილისის დინამოსი და პროფესორი ამბობს, კაცო, აიო, სულ ქალიშვილები მყავსო და აგერო გაბოსო, კაცო, აი გაბოსო, სულ ბიჭები 6 ბიჭი ყავდა გაბოსო. ხო და ესე იგი რა არის, ღმერთს მე არ მაძლევს და ამას ბიჭები ყავს სულ და ხო და გაბოეუბნება, გაბო რომ
გასავლი მაგას შენ გასავლი ხო და გაბე ებრაელი იყო და იმათო როგორ მასწავლიო რა მაინც მასწავლიო და როგორ ბიჭი გეყოლება როგორ მეყოლება ბიჭიო და მიმიშვი შენ სულთანდო და რას ქვია სულთანი და გარბოდა გაბო და მოძებდა პროფესორი აი ბრეხალოგის ეს ყველაზე კარგი ისეთი სურათი იყო მოსკოვის რომელიღაცა არქივის კორესპონდენტი ახალგაზრდა კაცი მოვიდა ერთ-ერთ აი მაგიდასთან ფეხზე დგომელა რომ სვამდი ჩვენ ყავას და მან დგას ვოვა ხაშბა ვლადიმერ ხაშბა გენიალური ადამიანი ხო ქალთა კალათბურთის ნაკრების თავარი მწვრთნელი ეკითხება რომ თქვენ ქართველები მეგობრები ყავდათო ვოვა ხაშბა უყურებს ამას ცოტახანი და მე ამ ცილინს მოიხდის და დააგდო თელ ძალით მაგიდაზე დაანაცხა ეს და როგორ ვერ გაიგეთო თქვენო რომ მეგობრებს ეროვნების მიხედვით არ ირჩევენ ხოდა აი ეს იყო ჩემთვის ის ბრეხალოვკა იმიტომ რომ იქ იმ ბრეხალოვკაში რომელიც იმამ აჩვენა იმ ტელევიზორზე იმ გაუგებარმა კორესპონდენტმა რომელსაც გონია რომ ქართველები და აფხაზები სულ დავძლებდით ავტომატ და ხოცავდით ერთმანეთს რო კითხა მეგობრები როგორ ყავს ქართველებიო და შენ როგორ ვერ გაიგო აი ეს იყო ბრეხალოვკა თავის მარადიული იუმორით თავისი მრავალეროვნული იუმორით სადაც იყო სინთეზი ამ იუმორის სიცილის და იქვე იყო ზღვა იქვე იყო შესანიშნავი განწყობა და იმედი მაქვს რომ ჩვენ კიდევ ერთშვენიერ დღეს აი ესეთი იუმორით და ასეთი განწყობით ესე იგი მოხვდებით მან და დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის მათ ვინც გვიყურებდა მადლობა მინდა მოვახსენო და ვინც გვისმენდა და იმედი მაქვს რომ მოახლოეს დღეებშიც ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს და ახალ ისტორიებს გავიგებთ ცნობილი სოხუმის ბრეხალოვკის დიდი ისტორიიდან